ექიმო, ძილში ძალიან ხმამაღლა ხრინა. და რა თქმა უნდა მეუღლეს აწუხებთ. არა, მეუღლე არ ყავს. აბა მარტოს გძინავთ? დიახ. მარტო გძინავს. და მე რა პრობლემაა? ექიმო, რა პრობლემაა და უკვე მეხუთე სამსახურიდან გამომაგდეს. როგორც მივხვდი, შენთვის პირველი არ ვარ, ხო? მე როგორც მივხვდი, არც ბოლო არ იქნება. ვიძნი მაგ გადიდებული და ელენთაც მაწუხებს. თქვენ შეგიძლიათ ამეხვალოთ. პრობლემა არ არის. ხო, კაცო, რას მოიგონებენ ხოლმე? არ მოწიო, არ დალიო, არ გასუხდე, ცხიმიანი არ ჭამო. რა არის კაცო ეს? რამდენი წლით გდებავთ სიცოცხლის გახაგრძელება? 30-ით. ცოტა მტკივნეულია, მაგრამ ღირს. არა, თუ სიცოცხლის გახანგრძლივება გინდა, მაშინ უნდა მოითმინო კიდეც. 30 წელი მომდევნო. ფული? ფული არ გნებავთ? ბიჭო, ვინ არის ეს მახინჯიქანი? ჩემი ცოლი. აი. ბოდიში რა, აპატიო. მივქარე რა. შენ კი არა, მე მივქარე. ძალიან დავიგვიანე? არა. თავიდან მეგობრებთან ერთად ვიყავი ლუდის დასალევად. მერე, ჩემო სუპერმენო. მერე ფეხბურთის საყურებლად წავედით. მერე, ჩემო სუპერმენო. მერე ვივახშმეთ. მერე, ჩემო სუპერმენო. მერე მოიცა კაცო. სუპერმენს რატომ მეწახი? რატო და მხოლოდ სუპერმენსაცია შარვლის ზემოდან ტრუსიკი. ესე იგი დასვენება გნებავთ. ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ ეგვიპტე $1000-დან. არა, იცით, ამდენი თანხა არ მაქვს. არა. უფრო იაფი ხო გექნებათ რაიმე. უფრო იაფად თურქეთი $800-დან. არა, უფრო იაფად თუ გექნებათ რაიმე, იმიტომ რომ უფრო იაფად ბათუმი $400-დან. ამდენი თანხა არ მაქვს, უფრო იაფად იქნებ გქონდეთ რა. 20 ლარი მაინც გააქვთ. კი. 20 ლარი მაქვს. აი. ეხლა მაგ საზურგეს მიეყუდეთ? დიახ. კარგად მიეყუდეთ. დიახ. დაი.
აი ეს გოგო არის იმ ბიჭის შეყვარებული. წითელი მანქანა რომ მოდის, აინახე. ეხა დაარტყავს იმას, აი იმ ბიჭს. ხო გითხარით დაარტყავთ. ეხა საავადმყოფოში წაიყვანენ იმ ბიჭს. აი ახლა მაღაზიაში შევლენ და ვიღაცას მოკლავენ. არა, ვიღაცას ცემენ. მოკლავენ, ასჯერ მაქვს ნანახი. აი ნახე. არა, ცემენ. მოკლავენ. აი ნახე. გითხარი? ვიღაცას მოკლავენ მეთქი. აი? ხომ მოკლეს? მე ხო გითხარი ვიღაცას ცემენ მეთქი. გითხარი? რას მიღები კინოს? წინასწარ. გამარჯობა. გამარჯობა ნატა. დაბრუნდით მივლინებიდან. აი ეს წუთია. აბა, რა ხდება ახალი და კარგი? ბატონო დავით, თქვენთვის ორი ამბავი მაქვს. ერთი ცუდი და ერთი კარგი. მოდი ცუდით დაიწყე. ესე იგი, საგადასახად უნდა გაჯარიმათ. ყველა მსხვილმა ინვესტორმა კონტრაქტი გააუქმა. თქვენმა ცოლმა გიღალატათ და განქორწინებას ითხოვს და თქვენი ქონების ნახევარსაც. მაგრამ წასაღები მაინც არაფერია, იმიტომ რომ ბინაც დაგიყადაღეს. კი, მაგრამ კარგი რაღაცა. კარგი. ჩვენ მალე ბავშვი გვეყოლება. საყვარელ, მე სალონში მაგვიანდება და ბავშვი შენ გამოიყვანე, ხო? იცი რა, ბავშვი შენ გამოიყვანე, მე არ გამოვიყვან. არა, შენ გამოიყვან. შენ გამოიყვან, მე არ გამოვიყვან. რატო? მანქანა ხო გიყიდე? გიყიდე. ბრილიანტის აყურები გიყიდე, სათვალე გიყიდე, ტანსაცმელი გიყიდე. აბა მე ამ ხალათით და ჩუსტებით ბავშვს ბაღიდან ვერ გამოვიყვან. ხო, ნუ, მაშინ მე გამოვიყვან. უკაცრავად წოლიანე მყავს რა შემოგევლე დიდ ბოდის გიხდით წოლიანე მყავს რა ვაიმე წოლიანე მყავს შემოგევლე უკაცრავად ერთი პრეზერვატივი მომეცით რა მოიყვანე შვილოცოლი მოიყვანე ცოლი შენს დაისვენებ მეც დავისვენებ გეშველება მოყავს მამა მართლა? ვინ? რა ქვია? ნიკა ნიკა? ბიჭია? რა ბიჭი მამა 30 წლის ჩამოყალიბებული კაცი მართლა გაშორდიქ მას? ხო, აი რას ლაპარაკობ? ხობი შენ გაძლებდი ისეთ ადამიანთან, რომელიც 24 საათი სვამს, ეწევა, არასდროს სახლში არ არის და თუ მოდის ისიც ვიღაც ლოთებს მოათრევს. არა, ნამდვილად ვერ გავძლებდი. ხო. ხო და იმანაც ვერ გაძლო. დღეს ჩვენი ქორწინების 5 წლის თავი. მითხარი რა გინდა რომ გაჩქო. სახლი, აგარაკი, იქნებ მანქანა.
საყვარელო, მაჩუქე მხოლოდ დღევანდელი საღამო და შენი სიყვარული. კარგი, გადაღებულია, მაგრამ მეორე კადრზე უფრო დამაჯერებლად. დამანახე რომ გიყვარს. ობიექტური სამყარო. ეს არის ობიექტი. დამაჯერე რომ გიყვარს. უიყურები იქ. გამარჯობა. თმას რამდენად ჭრით? 5 ლარად. და კვადრატულს. რალმაზი მანქანა ყავს. ქმარმა გიყიდა, ხო? ქმარმა ხო, როგორ არა. მაგას რომ დავლოდებოდი, შვილიც არ მეყოლებოდა. აი ეს მანქანა რა ღირს? 36,000. რა 36? ბაზრობაზე ზუსტად ეგეთი ვნახე 28-ს, მაო. ესე იმას ალბათ საჭე ექნებოდა მარჯვნივ და მაგიტომ. საჭერო მარჯვნივ გადავიტანო. 28 მომცემ? იცით მე ფსიქოლოგის დახმარება მჭირდება. ვაიმე თქვენ ქალბატონი მაია მესხი არ ბრძანდებით? თელ ქალაქში საუკეთესო ფსიქოლოგი და თქვენ გჭირდებათ ჩემი ფსიქოლოგიური დახმარება. იცით ეს ჩემთვის ნამდვილად ძალიან დიდი პატივია. იცით რა შეა საქმე? მე ძალიან ძვირს ვიღებ. ამიტომ მოვედი თქვენთან. ძალიან ბევრს ვამ, ძალიან ბევრს. მე არ ვსვამ ბევრს. გაგვიმარჯოს. აბა ვინ სვამს? მე ვსვამ 100 გრამს. მერე ჩემში იღვიძებს ვიღაც მეორე ადამიანი და ისვამს ბევრს. გამარჯობა. ისმენ? აცეტილსალიცილის მჟავა გააქვთ? ასპირინი? ხო. სულ მავიწყდება ეგ სახელი. ის თოქმარი რო გავუშვით ამას წინათ გახსოვს? ხო. წერილი მოგწერეს. რა? ძალიან მოგწონს ეგვიპტეში. რა ვქნა უთხრა რა თურქეთში არია? არა იყოს ეგონო. გონოთ? ბიჭო, მე მგონი ჩემს უნდა რომ დავშოთ. რატო კაცო? რატო და გუშინ თავისი და ქალი მოიყვანა სახლში. მერე? მერე და იცი რა ლამაზი გოგო იყო ბიჭო. იცი, ესე უცებ არ შემიძლია. რა? აი, ესე უცებ არ შეგიძლია რას ნიშნავს ახლა? მე გვანცა მქვია. მეგია?
თქვენ ყველანი ყოველდღიურად იმაზე წუწუნებთ, რომ კრიზისია, რომ არაფერში ფული არ ყოფნით და ყველაფერი გაძირდა. დიახ, და არც ერთს არ გახსენებიათ, რომ ხელფასი 75%-ით მომატებული გაქვთ. უკაცრავად. ჩვენ ხელფასი მომატებული გვაქვს. დიახ, მომავალ წელთან შედარებით. ანუ მომავალ წელს 75%-ით ნაკლები გექნებათ. ქალბატონო, ეს შალია? შალი. არა, მაინტერესებს 100%-იანი შალი არის თუ არ არის? 100%-იანი შალია ნამდვილად. არა, მომისმინეთ ქალბატონო, არ მომატყუთ. ნამდვილად არის თუ არ არის 100%-იანი შალი? კარგით არ მოგატყუებთ. ნაკერებში ძაფი არის სინთეტიკა. დანარჩენი 100%-იანი შალია. მე მომწონს ეს. მეც მომწონს, კარგია. შვენიერი არჩევანია, ძალიან მაგარი მანქანაა. ხო, მაგრამ ხო არ შეგვემოწმებია მაინც ჩვენ. იცი უნდა? შევამოწმოთ, კაცო, ჩვენი რა მიდის მაინც. კი ბატონო, არავითარი პრობლემა არა, შეამოწმეთ სადაც გინდათ, კი ბატონო. შევამოწმოთ, ბიჭო, აბა რა. მოდი აქ, მოდი, ასე. თავისუფლად დაეტევა. ოთხი კაცი და ხუთი დაეტევა. აქ შეხედა, აქ გამაროა. იქ აქ მოგროვდება ცხიმი, მერე შენ რო გიყვარს ხოლმე. ჩააწო მაშინი. და სერე. აქეთ ხარეს დავსვამთ. აგერ შოთოვიც. აუ რა სიტამადებს. კარგი იქნება. შედიერი პარტონია გამოსარე. მოიდეხეთ. აი საკი მოადგილი. მოდი ჩემის და მოიდეხე ერთი ორი. გამარჯობა. ისმენთ? აი ჩვენც მოვედით. ვინ თქვენ? მე და ჩემი ჭიები. ბიჭო. ანუ ხარ სათევზაოდ წავიდეთ, ჰა? რა ვიცი ბიჭო, მე თევზაობ. რა უნდა ბიჭო თევზაობას? შეხედე? მოგიჭირავს. ხო. ბოქსი თავს, დაასხავ, დალევ, დაახურებ. კიდე ბოქსი, კიდე დაასხავ. ეგ არის თევზაობა. მადლობთ, ხურდა არ მინდა. მე სულ ტაქსისტი კი არ ვიყავი. ჩემ ქმარს 2 დიპლომი აქვს სახლში. მაგრამ ეხლა უმუშევარია და დავიწყერა ტაქსა. მირეკავდი? ხო, საყვარელო. შენთვის 2 ამბავი მაქვს. კარგი და ცუდი. რომელიც დავიწყო? ცუდი ამბების თავი არა, მაქვს კარგი მითხარი. კარგი, მაშინ შენს მანქანაზე 6-ვე აირბაგი მუშაობს.